უკვე მეოთხე დღეა, რაც განხორციელდა ძალადობრივი შტორმი საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე, რომლის წინასწარ გაცხადებული მიზანი ქართული ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების დამხობა იყო. თუმცა ამ დღეების განმავლობაში არც ერთ ორგანიზაციას თუ სახელმწიფოს, რომელსაც საქართველოში განვითარებული შიდა პოლიტიკური მოვლენების ყისიერ შეფასებაზე, ქვეყნის გაგრედიგებაზე და მისთვის მითითებების მიცემაზე აქვს პრეტენზია, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს და ევროკავშირის კონკრეტულ ქვეყნებს, არ გაუკეთებია განცხადება, რომელთაც დაგმობდა და გაემიჯნებოდა ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების დამხობის ცდილობას და ძალადობრივ შტორმს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე. მეტის ევროკავშირმა, ოდირმა და სხვა სუბიექტებმა საპირისპირო სულისკვეთების განცხადების გაკეთებაც კი იკადრეს. ბუნებრივია დამხობის ცდილობისა და ძალადობისგან არ გამიჯნა და მათი არ დაგმობა იოლად განიმარტება, როგორც დამხობისა და ძალადობის ხარდაჭერის ირიბი, მაგრამ კაფიო გამოხატულება. ევროკავშირში შექმნილ ტრაგიკულ პოლიტიკურ ვითარებას ყველაზე ცხადად ევროპის სახალხო პარტიის EPP-ის დღევანდელი განცხადება ადასტურებს. შეგახსენებთ, რომ EPP არის ყველაზე მსხვილი ევროპული პარტია, რომელიც ყველაზე მეტ ევროპულ მმართველ პარტიას აერთიანებს. იმასაც შეგახსენებთ, რომ EPP-ის წევრია ნაციონალური მოძრაობაც, რომელმაც საქართველოში სისხლიანი ავტორიტარული რეჟიმი დაამყარა და 9 წლის მანძილზე დემოკრატიის, სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ტოტალური ხელყოფით გამოიჩინა